გამარჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები პარკი გამარჯობა მეგობრებო საიდან მოდიხართ ასეთი მხიარულები ატრაქციონების პარკში ვიყავით ჯუნგლების სამყარო ჰქვია ჰო იქ ყველაფერი ისეა გაკეთებული თითქოს ჯუნგლებში ხარ მექანიკური ვეფხვები და სპილოებიცაა იდეა მაქვს მოდი ჩვენი ატრაქციონების პარკი ავაშენოთ დინოზავრებით და დინოზავრების სამყარო დავარქვათ ძალიან კარგი იდეა მაგრამ სად ვიშოვოთ მექანიკური დინოზავრები რა გვინდა მექანიკური როცა ნამდვილი დინოზავრები გვყავს შენებლობისთვის ძველი ფარდულის ფიცრები გამოვიყენოთ. აქ კი შესასვლელთან მნახველებს ტრაქი დახვდებათ. რადგან ყველაზე მომხიბვლელი ღიმილი მე მაქვს, შესასვლელთან მე ვიქნები. მეც მომხიბვლელი ღიმილი მაქვს. ნუ კამათობთ, შესასვლელში მე ვიდგები ყველაზე თავაზიანი ვარ. გმადლობ და გემრიელად მიირთვით. მე რა რომ თავაზიანი ხარ. 100 ჯერ მეტი თავაზიანი სიტყვა ვიცი. ახლავე გთხოვთ და ღამე მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, გმადლობთ და მიხარია თქვენი გაცნობა. ანგი, თორ, დიდ პარკს ავაშენებთ. ყველას ეყოფა ადგილი. ორივე თავაზიანი ხარ და უხეშად იქცევით. შესასვლელთან მე ვიდგები. ველაზე ლამაზი ხომ მე ვარ. მაშასე. ტრაკი და ანგი ბილიქს და ხიცა აშენებენ. მე და თორი გამოქვაბულს გავაკეთებთ. ტურბოზავრებო წინ. დღეს საზეიმოდ გაიხსნება პარკი დინოზავრების სამყარო. ყველა დაპატიჟებულია. გთხოვთ დინოზავრებს ნუაჭმევთ. ისინი მექანიკურებია. საინტერესოა, ვინ დააპირებს რომ მექანიკურ დინოზავრებს აჭამოს? ან მათ რა უნდა მიაწოდოს? შეგახსენებთ, სტუმრებისთვის ჩვენ მექანიკური დინოზავრები ვართ. რობოტების მსგავსი. შენ კი თორ, შეეცადე არაფერი არ ჭამო. რობოტები არ ჭამენ. პატარა ხომ ვარ. თანაც უკვე ვისადილე. მაშინ ყველა ადგილები დაიკავეთ. პეტია, კატია, ჭიშკარი გახსენით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დინოზავრების სამყაროში. მილიონობით წლის წინ დედამიწაზე დინოზავრები ბინადრობდნენ. ძალიან დიდები იყვნენ და ძალიან მშივრები. ეს დინოზავრები პარკში საშიშები ხომ არ არიან? მექანიკური დინოზავრების არ უნდა გვეშინოდეს. შეხედეთ! რა სასაცილო ჩიტია! ეს ჩიტი კი არ არის, პტეროდაქტილია. სასაცილო ჩიტი? ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არასდროს არ მოუყენებიათ.
აი შენ, მექანიკურო ხულიგანო. რა უცნაურია, ეს ყველაზე მომხიბლელი ღიმილი იყო. მარცხვის პერო მიყვარს. შეჭერდი. 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 რატომ მოგვდებენ ყველანი? ასია ჩაფიქრებული. ხომ თქვი რომ ისადილე? ვისადილე? მაგრამ ნაყინი სადილი არ არის. ნაყინია. მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყინად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშის კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება ზე არ არის, ზერ გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყვა. ზერ. გავიგე. უკვე მიფრინავ. ეს რა ამბავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ой, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად. ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. ზგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ. დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკარნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს. და მე? ეს უსამართლობა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ!
მზად არის. ნამდვილად გაცურავს. თუ ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა. ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცუდათი ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგჭათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რთულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია. სენსაცია. ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, პაპა ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ გვიპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი ისეთ ყოფილხართ, თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. კატა, მოდი უფროსებს ვუთხრათ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებ. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. მინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? ვითომ რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა, რისგან გამაკეთებთ? რა თქმა უნდა, ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატა, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო, წინ!
რატომ არ გვეხმარები? როგორც მოდელი მეცარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. ტყეში იდგა ვიღაცამ ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეკობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ გაჩერება აკრძალულია. სადაც ეს ნიშანია, იქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება. დანარჩენები სად არიან? გვინდოდა ყველასთვის გვესწავლებინა. მალე გამოჩნდებიან. აბა საწავლენ. დაგვეხმარეთ. საშინელება მოხდა. ვიშველეთ. ზერ, რა მოხდა? შვიდად. ზერ, რა მოხდა? ხო მართლა, დოსად არის? სწორედ მასზე უნდა მეთქვა. დომოიტაცეს. ის ქალაქში წავიდა, სადაც მისი ევაკუაცია მოახდინეს. ალბათ არ იცოდა ეს რა ნიშანი იყო. ჩვეულებრივი მანქანასავით წაიყვანეს. შვიდად. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. წაგვიყვანე ზერ. თურბოზავრებო წინ! გაჩერდით. ტრაქს რა ვუყოთ? რობოტი ქალაქში ყურადღებას მიიქცევს. ტრაკი ჩვენთან ერთად წამოვა და დამიჯერე, ვერაფერს ვერ მიხვდება. აქ ახლოს რაღაცა ინტერესო დავინახე. რამ ხელა ყოფილა? ზუსტად უნდა გავიგოთ სად დგას დო. ზერ! უკვე მივფრინავ. აი სად ყოფილხარ? ძლივს გიპოვე. დამიჭერეს წამიყვანეს, რა გავაკეთო? პანიკას ნუაყვები დო. ჩემი მეორე სახელია სუპერმაშველი. გპირდები რომ ძალიან მალე გაგათავისუფლებთ. ვერავინ ვერ გხედავს? მაშინ ტრაკი გამოუშვათ. სიმჭიდროვეა. დო ვიპოვე. მეორე სართულზეა. კედელი უნდა გავტეხოთ იმ ადგილას, სადაც დო დგას. ის ხრელში გამოძრება. მერე კი კედელს ისე შევაკეთებ, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს. მეორე სართულიდან როგორ ჩამოდრება? კიბე რომ არ არის. არაფერი არ გამოვა. ეს ძალიან ადვილია, მოვიფიქრე. ხრელთან პატარა გორაკს გავაკეთებთ და დო ჩამოგორდება. აი, შეხედეთ. გენიალურია. ტრაკ, სახურავი მოხსენი და იმ კედლის ნაწილი, სადაც დო დგას. ან კი, მათ გვერდზე გაწევ, რომ ხელი არ შეგუშალოს. თორ, ბუ. თქვენ იმ ადგილთან ქუჩას დაყრით ისე, რომ პატარა გორაკი გამოვიდეს. მე რა გავაკეთო? თვალიადევნე, რომ არავინ არ დაგვინახოს.
აქეთ მოდიან. ისე მშენებლობა დაიწყეს. თხრიან და თხრიან. ვერ გავიგე განცეძებენ? წავიდა? შეიძლება გამოვიდე. მზად ხარ? კარგი? აი ასე. კარგია. მარცხნივ? მარჯვნივ? ახლა კი კედელი და სახურავი უკან უნდა დავაბრუნოთ და ის გორაკიც დავშალოთ. ბაშა, სახლში მივდივართ. არ ვიცი უთქვენოთ რა მეშველებოდა მეგობრებო. მეგობრები სწორედ იმისთვის ჭირდება ადამიანს რომ მძიმე დროს დაეხმარონ, მაგრამ სხვა დროს ამ ნიშნის ქვეშ არ გაჩერდე. ეს რას ნიშნავს? ჰო. წესების სწავლა მოგიწევს. ჰაერში კი წესების დაცვა არ არის საჭირო. ვაი. აუ. გამარჯობა. რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მივახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ოი. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ. დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე, გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა. ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა.
ეს ავარია! ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ, ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაქი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეა. ტრაქ მიღება. ტრაქ მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაქი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაქის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაქი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგდი ტრაქ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყვენება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაქს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაქ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაქ, სახლგანთქმული გახდი. ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? ბარსიკ. კის. ისევ სადღაც გაიქცა სულელი. ნახამ დავეცი. საგანგებო შემთხვევა, კოშმარია, ტრაგედია. ზერ, შვიდად, თან მიმდევრობით მოგვიყევი ყველაფერი. მე მოვფრინავ, ის კი მოცურავს. ვინ მოცურავს? ტივი მოძურავს მდინარეზე, ტივზე კი ბარსიკია. მდინარეს ზღვაში ჩაედინება, ზღვა კი ოკეანის უერთდება, იქ კი ზვიგენები ბინადრობენ. ბარსიკი საფრთხეშია. საფრთხეში? ზღვამდე ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ბარსიკი უნდა გადავარჩინოთ. ტურბოზავრებო, წინ! ტრაქ, შეგიძლია მდინარის ფსკერზე გაიარო, ბარსიკს მიუახლოვდე და ნაპირზე გამოიყვანო. შემიძლია. არ შემიძლია, ღრმა არის. წყალი ამღვრეულია, არაფერი არ ჩანს. ზერ, იქნებ შენ გამოიყვანო ბარსიკი. ეს ადვილია. რამდენი რამ გამიკეთებია. მე მხოლოდ იმათი გადარჩენა შემიძლია, ვისაც უნდა რომ გადავარჩინო. ბარსიკს კი არ უნდა. უბრალოდ ბარსიკმა იფიქრა, რომ დიდი მტაცებელი ფრინველი ხარ. არწივი. რამე
უნდა მოვიფიქროთ, თუ არა ბარსიკს მართლა ზღვაში წაიღებს წყალი. ანკი, სცადე შენი ის არის გამოსწიო და კაუჭი ჩაუშვა ბარსიკთან. მას მოეჭიდება და ასე გამოიყვან ნაპირზე. არაფერი არ გამოდის. ჩემი ის არის მეტის მეტად მოკლეა. იდეა მაქვს. დინარის დინებას ქვევით უნდა გავყვეთ და იქ საფეხმავლო ხიდი ავაშენოთ. მე და კატია ხიდზე დავდგებით და ბარსიკს გადავარჩენთ. ბარსიკი გვიცნობს და არ შეეშინდება. ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ, აქ მდინარე ვიწროვდება. კარგი ადგილია ხიდის ასაშენებლად. მართალი ხარ ზერ? ახლა უნდა მოვიფიქროთ, რისგან ავაშენებთ ხიდს. შეხედეთ, რამდენიმე ხეა წაქცეული და ზეთკბილების კვალია. თახვებმა გადაღღნეს. შვენიერია, ამ ხებისგან გავაკეთოთ ხიდი. ფიქრობ, თახვები არ გაგვინაწყენდებიან. დინარის ერთი ნაპირი უფრო მაღლაა ვიდრე მეორე. იმისათვის, რომ ხიდი სწორად დაუდგათ, ეს ბორცვი უნდა მოუჭრათ. ბულ, ეს საშენო ამოცანაა. ორი მორისგან ხიდის ძირი გამოვა. მასზე განივ ფიცრებს დავდებთ. თორ ტრაკ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მოაჯირები უნდა გაუკეთდეს. ხიდზე მოაჯირის გარეშე სიარული სახიფათოა. თორ, რამდენიმე ნახრეთი გააკეთე აქ, აქ და აქ. მოაჯირს წვრილი ტოტებისგან გავაკეთებთ. ესეც ასე, ის გადაგვრჩენია ხიდი თავის ადგილას დავდგათ, ანკი? ბარსიკი უკვე ახლოსაა. ვერ მოვასწრებთ. არაფერი გამოვა. ბარსიკი ზღვაში ამოყობს თავს. ზღვაში. ანკი, უნდა ვიჩქაროთ. ხიდი აიღე და თავის ადგილას დადე. ზერ, ხიდი უნდა მოატრიალოთ, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. მაინც ვერ მოვასწრებთ. მოვასწრებთ. საბრალო, შეგეშინდა? შესანიშნავად იმუშავეთ, მეგობრებო. ეს ხიდი კი ხალხსაც გამოადგება, დიდი ხიდი ხომ ძალიან შორსაა. ზერი დღეს ნამდვილი გმირია. ბოლო მომენტში შეძლო ხიდის შემოbrunება. მე რა გავაკეთე? თახვები რომ არა? დღეს სამი გმირი ყავს, 2 თახვი და ზერი. ნამდვილი არწივია. ერთი, 2, 3, 4, 5. თქვენ საძებნელად მოვდივარ. თორ, ბულ, ანკი, ზერ, დო, ტრაკ და კატია. შეგიძლიათ აღარ დაიმალოთ, გიპოვეთ. იპოლიტი სად დაიკარგა? იპოლიტ, სად ხარ? რა უცნაური ხეა. ბავშვებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენ? დამალობანას ვთამაშებთ? უცნაურია. ძალიან უცნაურია. ახლა ვინ იხუჭება? დრონს გავუშვებ და ვნახავ რა საიდუმლო ამბები ხდება ჩვენს ტყეში. კარგი, სად უნდა დავაჭირო? გაჩერდი. საით? აი სად ყოფილ ხარ? მე კი ყველგან გეძებ.
უცნაურია, ზერისად დაიკარგა. არ დაკარგულა, გაიჭედა. უნდა დავეხმაროთ. გაუცელი ზერ, ახლა დაგეხმარებით. ხო, როგორც შანს ბატარეის გამოცვლა მომიწევს, ან ზამბარა, ან კბილანა. შეიძლება ყველაფერი ერთად გამოვცვალო. ცოტათი ვერ გავთვალე ტრაექტორია. მოითმინეთ, ზერს მალე გავათავისუფლებთ. გზადამითმეთ თუ შეიძლება. რაღაც თავბრუ მეხვევა. შეიძლება ჩამოვჯდე. კიდევ ვინმე თუ ჩამოვარდება, ასე მაგრად არ დაეცემა. ვიცი რატომ არ გამოგვდის არაფერი. იმიტომ რომ არ გვისაუზმია? იმიტომ რომ ერთად კი არა ცალ-ცალკე ვცდილობთ დავეხმაროთ. იდეა მაქვს. ტურბოზავრებო, წინ! აქ უნდა ამოვთხაროთ, ამიტომ მოგვიწევს ყვავილი იქით გადავიტანოთ. ტრაკი იქით წაიღე? მოდით, თორს დავეხმაროთ. თორ, შენი დიდი ნიჩაბი გვჭირდება. უფრო ღრმად გათხარე, თორ. ან კი ის არის ამოსიე? დროსი გვჭირდება. წავედით დო. ამოსიე. ეს ზერი არ არის. ნაძვი კი მგონი უფრო მოკლე იყო. დაგიჭირე გაქცეულო. თქვენ რა, ისევ დამალობანას თამაშობთ? დიახ, დიახ. ჰეი! ზერ. ზერ! არ დაიჯერებთ ისეთი ამბავი გადამხდა. მოკლედ, ჩემთვის სელფის ვიღებდი და უცბად. იპოლიტ! არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი, რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებიას სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დო დავითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებიაკი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ჰო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისი წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებიარ ბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ. პაშა! რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. პაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე როგორი ბორცვია. შეხედე როგორი მილებია.
აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოქცეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ. მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა, კარგად ჩანვარ. დღის შორეული ნაწილიდან გირეკავთ. ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო, რომ მის შესახებ არავის არ გაეგო. ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო. მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიალდე. რა საინტერესოა? და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისია შენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ? ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი და გავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ, ან კი შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი. ჩემთვის სულ ერთია აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აეროგადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო წინ! უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით. დო, კატია, ტრაკ, თქვენ სცენარებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ბულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით. ზერ, თვალი ადევნე, რომ არხი ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის. სორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. იცი წყალი მაინც თევზებისთვისაა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია.
გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს, წყალგაუმტარი. კიდევ შორია. კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე, ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი. წვიმაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა. კარგი, აქ დავდგათ კარავი. მაგარია, ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ღრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად? საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე. სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი დღე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდენორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდეთ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ, მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. რომ საჭმელს უნდა წამოგვეღო. არანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ, მე კი მშია. რთული ამოცანა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ? სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიკს არიან მოწყვეტილები. შვიდად ზერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორესა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ. მანამდე კი დაზარალებულებს ეს ღვეზელები წაუღეთ. ახლა დეიდას ღვეზელებს შევჭამდი. არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი? წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულ თორ, არხი გათხარეთ. ზერ, შენ ზევიდან ყველაფერს ხედავ, მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ. პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ, ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან, ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. მადლობთ.
მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ხვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს, თითქმის ისეთივე გემრიელი იყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდენორა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.